თუნდაც პატრიარქი ყველაფერს უყურებს. ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა მას ხელოვნება ზოგადად და ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო მომღერლების და ზოგადად ხელოვანი ადამიანების. და ერთ-ერთში გამოვიდეს, სადაც გამოვდიოდი, სადაც ქალბატონი ეთერის როლი ხვდა წილად რომ შემსრულებინა. ქალბატონი ეთერი ამ დროს ძალიან ცუდად იყო, 3 დღეში გარდაიცვალა ფაქტურად რომ ვიმღერე მისი სიმღერა და ის რომ შევასრულე და საპატრიარქოდან დამირეკეს და მითხრეს რომ პატრიარქმა უნახაო თქვენი შესრულებაო და ეს გადმოგცაცო რომ ფანტასტიკური შესრულება იყო და რომ არ მცოდნოდაო რომ ეთერი ავად იყო ჩავარდნილი მეგონა რომ ეთერი იდგა და მღეროდაო და რაღაცა ისეთი შეფასებებით ისეთი რაღაცა თბილი მესიჯებით ძალიან სხვანაირად დიდი ადამიანი დავკარგეთ მართლა ეპოქალური მახსენდება პირველი შეხვედრა როდესაც ჯეოსტარი იყო დამთავრებული რუსთავიორის პროექტი ჩემი საყვარელი ჯეოსტარი და იხსნებოდა ვაშლი ჯვარში საპატრიარქო სკოლა დამირეკა ორგანიზატორმა და მთხოვა რომ თუ შეძლებთო რომ იმღეროთო 1-2 სიმღერა პატრიარქიც იქნება. ნუ ეხლა ისედაც წავიდოდი რა თქმა უნდა მე არასდროს უარს არ ვეუბნები ზოგადად სკოლების გახსნას, განათლებას, კარგ ამბებს ყოველთვის ვუდგავარ და არა მხოლოდ გვერდით და დიდი სიხარულით წავედი, რადგანაც უფრო მეტი რაღაცა მოლოდინი მქონდა რომ ჩემ პატრიარქს ვნახავდი და დამლოცავდა. და კონცერტის დროს ვიმღერე რევაზ-ლაყიძის განთიადი და ჯანო კახიძის წარსულმა სულთან წაიღო. მახსოვს მისი ძალიან თბილი შეფასება, თვალებით ყოველთვის ცოტა ცრემლიც კი მოსდიოდა და რო ჩამოვედი ორგანიზატორს ვეუბნები რომ თუ შეიძლება მეთქი რომ მივიახლო თქო და დამლოცოს თქო და რა თქმა უნდა შეიძლებაო და ეს რომ მივედი მოწიწები ძალიან ხელზე მინდოდა კოცნა და რომ ვაკოცე ამ ხელზე ჯერ საოცარი რაღაცა სიფაფუკე აი მართლა არ ამ ქვეყნიურ სიწმინდეს ვეხებოდი აი ეს შთაბეჭდილება მქონდა პირველადი და გაშალა ეს ორივე ხელი და ჩამეხუტა თვილად და ღმერთმა დაგლოცოსო მე ასეთია შესრულებაო ძალიან დიდი ხანი არ მომისმენიაო და მადლობაო შედო დაგლოცოს უფალო დავიწყე როგორი ტირილით აი ვებჩერდები აი ზლუქუნით და თან მერიდება რომ ხალხი მიყურებს მაგრამ რაღაც ისეთი ბედნიერი იყო ის მადლი მე დღემდე მომყვება მასთან შეხვედრის